მშვიდობა ყველას. დილა მშვიდობისა უფალმა გაკურთხოთ, დაგლოსოთ. როგორ ხართ? ალბათ მეტყობა მეც არა ვარ ხასიათზე, მაგრამ ეს არაა პრობლემა. თავარია შენ იყო ხასიათზე. უფალმა გაგახაროს. მოქცეს ნუგეში. აგივსოს უფალმა თავისი სულიწმინდით, სიხარულით და სიყვარულით ის შენი გული. იშღურტული ხმერთან მალვება შესწირე, ილოცე შენი შვილებისათვის, შენი მშობლებისათვის. მალიერებით დაიწყო დღევანდელი დღე. თუმცა ჩემთან ჯერ თქვენთან დილა უკვე, მაგრამ მართალი გითხრათ ვერ დავიძინე. მამესა დრო არ მძინავს, ვერ დავიძინე და გადავწყვიტე ისევ ჩემებურად ვიტყვი ჩემს სათქმელს და გავგორდები მეც, როგორც თქვენ გაგორდი და ხმალი ადგებით. ძმებო და დებო, ამხანაგებო მეგობრებო. ღმერთო მიშვილი. განსაკუთრებით ეს ეხება მორწმუნეებს. მორწმუნეებს ვიღაც შეიძლება შენ თქვა მეც მორწმუნე ვარ. დიახ, თუ მორწმუნე ხარ ძალიან კარგი. იმ ხალხს, რომლებიც არიან ირწმუნეს იესო, გაყვნენ ამ გზაზე და მაგრამ ამ გზაზე ძმებოდებო, ბევრი მინებია. იესომ თქვა, ისეთ რაღაცას გააკეთებენ, იტყვიან ცრუ ვიღაცები, რომ ეგება და ჩეულის კი შეაცდინონ. ესე იგი, შანსი არის. ამ ქრისტიანულ გზაზე ბევრი მინებია. შუშის მინები კი არა კაცო. ფეხზე დააბიჯებ და მე რა გიფეთქდება, ღმერთმა ვაშოროს რომელიმეს. ანკესებია, საცდურებია. ზუგდიდში მოხდა ერთხელ ამისანა ინციდენტი. მე მახსოვს სკოლაში ვიყავი და ჩემს მეზობელ, მეორე პადეში ცხოვრობდა ეს ბიჭი, იმას თემური ერქვა. მე მგონი დიდი, პროკურორი, არა, თუ რა იყო ის. დიდი ვიღაცა, დიდი კაცის შვილი იყო. ის ბიჭის მახსოვს. ლამაზი ბიჭი იყო, კაი ბავშვი იყო. სადღაც 10-12, შეიძლება 12-13 ასე. ამდენი წლის იყო, ერთი რაღაცა მოხდა მას. მამამისთან მიდიოდა ალბათ იქ, ქალაქომის წინ მოხდა ეს ამბავი. გზაზე ნახა დავარდნილი ლამაზი საჭირკალანი. ხო და რომ მიდის, სადაც მისი მამიკო მუშაობდა, ალბათ იქ შეხვდებოდა თუ მიდიოდა მას არ ვიცი, შეიძლება მასა მიდიოდა კაბინეტ იქ ქალაქომში. აიღო მიწიდან საწერი. ხო იცი ხა, ასე ხო არ აკეთებენ რუჩქას. ასე გააკეთა. და ეს ყოფილა ამბობდნენ, არ ვიცი ტყუილია მართალი, მისი მამისათვის დადესო. სხვისთვის იყო, იმ ბავშვისთვის არ იყო. მაგრამ ეს ბავშვი ამ თემურიმ დაასწრო ვიღაცას. ამ პატარა თემურიმ აიღო ეს რუჩქა. ასე გააკეთა. და იქ ყოფილა რაღაც ლევორველივით. გამოვარდეგიდან ტყვია. დაიჭრა სასიკვდილოდ და გარდაიცვალა. ის არ იყო პისტოლეტი. იმან დენში არ შეყო ხელი. რამე საწამლავი კი არ დალია. ლამაზი რაღაცა ნახა ქვევით მიწაზე. მიმზიდველი. მაგარი ლამაზი საჭირკალანი. უცბად ეტყობოდა რაღაც
კარგი კაჩისტო არის და სკოლის მასწავლი და ის განათლებული ბავშვი იყო, სწავლობდა კარგად, ხუთოსანი იყო, პრიადოსანი და ალბათ ახლა დავწერო, დავალებიოს, რომ დაუჭირა, გავარდა. აი ასე ხდება ქრისტიანულ ცხოვრებაშიც. და მე ამაზე მინდა დღეს მოგიყვეთ. კაი, მოვემზადოთ. მომზადეთ თქვენი საწერი. თუ წერა არ გიყვარს და ჩანიშნა, მაშინ გაფაციცებით. ჩამოჯექი, ჩამოსკუპტი სადმე და მოკალათი და ხანი მომისნებ. ეცდები, მალე როგორც ისე არ გავაკეთე. არც ვერც დაგპირდებით. მე არ ვიცი ამ სიტყვას ქადაგებას დავარქვა. მაგრამ მეორე კორინთელთა მე-11 თავი. როგორაც ეს შეიძლება კაი ასე გავაკეთე. მეორე კორინთელთა მე-11 თავს გავშლი ახლა მე თქვენთან ერთად. გეუბნებით, ეს არ არის სახომარო, ეს ძალიან საინტერესო თემა არის. გთხოვ, პირობას გაძლებ, რომ არ წააგებ. გაძლებ პირობას, რომ შენ დროს არ დაკარგავ. შეიძლება მოისმინო, შეიძლება მე ერთი საათის შემდეგ ან ნახევარი საათი დაგავიწყდეს, მაგრამ როცა სიტუაცია მოვა იმისთანა, ჯერა რომ უფლის სული გაგახსენებს. ჩემს ლაპარაკს კი არა, გაგაფრთხილებ, ფრთხილად. ეს რამე მინა არ იყოს, რამე ფინტიკლუშკა, კი არა ეს რამე მომაკვდინებელი რამე არ იყოს. მეორე კორინთელთა მე-11 თავი. ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს და რამე საინტერესო ამბები აინტერესებს, დასკვიდე ხალხები. მეორე კორინთელთა 11-ის 4. პავლე ეუბნება კორინთელთა ეკლესიას. არა, მესამე მუხლიდან. მაგრამ შიშობ, პავლეს შიში ქონდა. და მეც მაქვს ეს შიში. ჩემი თავის მიმართაც, ოჯახის შვილების მიმართაც. რომ სატანა ყველგან დაძრწეს. ხო გასწორ როგორ მოატყვილა სატანა ევა. რა უკნა იმათ. ჩემი ძმების და დედების მიმართ ას გრძნობა რაღაცნაირად. შეიძლება იმდენი არ ამაქვს რამდენსაც პავლე, რა თქმა უნდა არ მექნება. მაგრამ სუსტად მე მგონი ამ შიშმა მიბიძგა. იმიტომ რომ ერთი ვიდეო მოვისმინე დღეს. ქართველი მქადაგებლისგან. და შევწუნდი. შევშინდი. იცი რა შევშინდი, იმიტომ ის რა ლაპარაკობდა. იმიტომ რომ მრავალმა მიიღო. თუმცა ძალიან ბევრი კარგი რამე ლაპარაკა ამ ადამიანმა. ამ პიროვნებამ, ამ ქადაგებელმა, ამ ხოცესმა. ჩემმა ძმამ ბევრი კარგი, მაგრამ იქ ისეთი რამე ნახე რომ აპასნი. და ლოცულობ და ღმერთო გთხოვ, ყველა იზმაც და ყველა მეც და ყველა
დაგვიფარეთ, დაგვაყენეს სწორ გზაზე. მოგვეცი შენი გრძნობები, სულიერი სენსორები და რამეში არ მოვტყუდეთ, უფალო გთხოვ. თუ მე ვტყუდები, მე გამიხსენით, თუ უფალო ჩვენი ძმა ტყუდება, იმას გამოუცხადე, გთხოვ იესოს სახელით, ამინ. კითხულობ, ვშიშობ, როგორც გველმა თავისი მსაკრობით აცთუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნებაც ქრისტეში. და ეხლა არის ტრიუმფალური სიტყვა. გულ უბრყილოებით. აი რა ვცირავს ჩვენ, აი რა არის პრობლემა. აი რა სარგებლობს სატანა ჩვენგან, ჩვენით. ახსენი უბრალოდ, შენ გაშიფრე, რას ნიშნავს სიტყვა გულუბრყვილო. ყველას რო ენდობა. დღეს ისე როგორ იპარებენ ბავშვებს პარკებში. ბავშვები სათამაშოა თუ დედა და მშობლებმა ასე ნაჩიკუ თუ არ უყურე, არ უყურეს, ვიღაცა ბიძია მოვა, შიკოლათით ან პატარა ფისუნიათი, ძაღლონიათი, კამფეტუნიათი და ჭუკლი-ჭუკლის გაუკეთებს და იასე იპარავენ ბავშვებს. რატომ? ისინი გულუბრყვილოები არიან. გინდა შენ ფისუნია, მე კიდევ მყავს სახში ბევრი, წამო ამოგარჩევინებ. გიყვარს შენ ბოთურია ძაღლები? რა ლამაზები მყავს სახში, იმდენი სხვადასხვა ფერებზე, პატალე ბუთუნიები. გინდა წამო, აგერ ცხოვრება. შე ზოგ ბიჭებს გინდა ველოსიპედი. ახალი ველოსიპედი ვიყიდე და ჩემ ბიჭს არ უნდა და თუ გინდა იმას გავხარდა, 1000 ზღაპრებს იყენებენ და იპარავენ ბავშვს, გეუბნები თქვენ. აქაც ყველგან იპარავენ, ყველა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთან მაგრად იპარავენ. პოლიცია დადის, აგდებს ფურცლებს, აცხადებენ, გაურთხილდით ბავშვებს იპარავენ. მე იმ ბავშვების ორგანოებს ყიდიან. ასე რომ მე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან გულუბრყვილოები. ყველას ენდობიან. არ ფიქრობს ის, იმდან ბავშვი ხო არა ბოროტი. რას იფიქრებს, რომ ეს ბიძია მოიპარავს და მერე მის გულს, ღვიძლს და რაღაცებს გაყიდიან ბაზარზე. ბაზარი ქვია იმას. შავ ბაზარზე. ანდა ზაკაცძია მიცემული. რას ამბობს პავლე? არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება. ეს აზროვნება უნდა გქონდეთო კაცო ქრისტეში. და რით იყრნება, რა ახდენს ამ გაყრნას? გარყვნას. რა არის პრობლემა და მიზეზი ამ გარყვნას ქრისტეში? ერთი. გულ უბრყილოება. აგზელებს პავლე. ვინაიდან ეს მინდა მე ამას სათაურად გავუკეთებ ალბათ. სხვა იესო. ქვია ამ ჩემს სიტყვას, ასე გავაკეთებ, სხვა იესო. ვინაიდან თუ მოვა სხვა ვინმე, პავლე კი არა, მე სხვა. და გიქადაგებთ იესოს. არა, შემეშალა, აქ-წერია. სხვა იესოს. იესოს ქადაგებს იესოს. იესო ქრისტეს ქადაგებს. მაგრამ პავლე ამბობს, სული წმინდა ამბობს, ის სხვა ბაბა, სხვა. ის არა ის ნამდვილი იესო. პავლე ამბობს, გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგიაო თქვენთვის. ანდა რომ მიგეხოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ. მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელი იქნებოდით მათთადმი. მაგრამ უყურე, რას უსვა მაგ ხას მე.
აქ სულიწმინდა გვაჩვენებს, რომ ვიღაცამ შეიძლება იქადაგოს იესო, მაგრამ სხვა სული წმინდა კი არა, სხვა სული და აუცილებლად მას მოყვება სახარება, ქადაგება სახარების, მაგრამ სხვა სახარება. პირველი თუ შემოგვაჩეჩეს სხვა იესო, ჯერ იესო ხო თქვა მეწავა და გამოგიგზავნით ნუგეში მცემელს. იესოს ყოველთვის მოყვება სული წმინდა. ცრუ იესოს მოყვება ცრუ სული, უწმინდური სული, რელიგიური სული. და ამ რელიგიურ სულს სხვა სახარება მოაქვს. ეს სხვა წმინდი არ ამახა. ბეძები ვარ არაფერი არ იპოვე. სულ სხვა სახარებას მოგიტანს. და უყურე რას მინდა ყურადღება მივაქციოთ. დავიმახსოვროთ, რომ თუ ჩვენ სახარებისეული ნამდვილი იესო აღერწმუნეთ, სხვა სული დაგვეუფლება და ის სხვა სული სხვა მოძღვრებას გვასწავლის, რომელიც ასე პარალელურად დაყვება, არსებობს. მე რამდენჯერ მომატყუილი ისა ნამდვილი ფული მეგონა და ერთხელ 20-იანი, მეორეჯერ 20-იანი, მერე 10-იანი, მერე 5-იანი. მაგრად გავს რაღაცნაირად გაგიმართლოს, უნდა რაღაცა იგრძნა, თითები და რა ვიცი კაცო, გრძნობები, თვალები დახოჯო უნდა და იმასავით დაიწყო უნდა იგი ლოცველივით, შემლოცველივით. განაგო უნდა თვალები რომ რაღაცა იგრძნო. ისე დაამსგავსეს ჭირს მარტო ალბათ ბანკის მანქანაცნობს მას. მერე უყურე იგივე თავში აგრძელებს და ბევრ საინტერესოს ლაპარაკობს, რომ მე გადავხტები ახლა მე-13 მომხდა. ვინაიდან ასეთები არიან, ცუდზე ამბობ, ცუდ ადამიანებზე კი არა, ცუდ მორწმუნეებზე. ასეთები არიან მოციქულნი. შემეშალა. ცრუ მოციქულნი. მოციქულები არიან, მაგრამ ფეიკი, ტყუილი, ცრუ. ცრუ ესე იგი არაჭეშმარიტი, მაგრამ მოციქულია. რა მოციქული? წარგზავნილი, ღვთისკაცი, ქადაგებელი, მორწმუნე. რა ვიცი, რას კიდე ის დაუძახე. სახარება უკავია ხელში. შორ გიგავია იმისა. ასეთები არიან ცრუ მოციქულნი, მერე პავლე ამბობს, მზაკვარი. ჩვენებურად არის მეგრულად მაზაკვარი. ეს მზაკვარი, ცვიერი, ეშმაკი. სპეციალურად აკეთებს ისე. მზაკვარი მუშები. ესე ღმერთის მუშები არიან, ღმერთის მსახურები არიან ესე. მზაკვირები. ქრისტეს მოციქულების, ესე იგი ქრისტეს წარგზავნილების, ქრისტეს მოწაფეების, ქრისტეს მსახურების სახესღებულობენ. ვით ლაგაჩესია მოციქულების სახესღებულობენ. და აგზელებს პავლე. და არ არის საკვირველი. რა გასაკვირი არის? ესენი რომ ასეთები არიან. რამე თუ თვით სატანაც ხომ
სინათლის ანგელოზის სახეზღებულობს. სატანამ ისი რა გააკეთა? ამე როგორი ვარო და რაღაცები მოიგონა, ვიღაცები დაახატინა, რაღაცა გააკეთებინა. ქები აქვს, ჩლიქები აქვს, მეშვები აქვს, ყურები აქვს რაღაცა დიდი. და ჩლიქებზე დადის ხმოსავით, ყუდიანი, წითელი თვალები. აჰა. თვის სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეზღებულობს. დაინახა დედა. დაადნებიგით მაროჟნივით. დედა რა განსახიერება სუფთა იესო ქრისტეს მოსწაფე, სუფთა იესო მეგონა კაცო. დედა სინათლის ანგელოზია ვიღაცა. ანდა როგორ ქადაგებდა, როგორ ლაპარაკობდა, რა სახე აქვს და როგორ. ანდა რა ის აქვს. ანდა რა განათლებული და რა მაღალფარდოვანი სიტყვები და არა. ეს ღმერთის კაცია. აგზელეს პავლე. ამიტომ დიდი ამბავი არ არის. რა დიდი ამბავი ხო გითქვია, რა დიდი ამბავია ხო? ამიტომ დიდი ამბავი არ არის თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეზღებულობენ. ეს სერია მეორე კორინთელთა მე-11 თავის და წაიგითხავ პირველიდან ჩაამთავრებ მე-15-მდე. ასეთები არიან სრულ მოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეზღებულობენ და არა საკვირველი რამე თუ თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეზღებულობს. ამიტომ დიდი ამბავი არ არის თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეზღებულობენ, მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება. და მე ჩვენ ჩაჩიერთმა ძმამ თემურიმ ამისანა ადგილიც ჩააგდო დღეზე ის გამახსენდა. მათეს 7:15. ეს იესომ თქვა. ეს მე როგორ წავიკითხე ახლა ის პავლემ თქვა. ეს არის ეს ნახატი არის 35 წლის ერთმა მორწმუნემ დამეხადა ლატვიაში. მას პლიონკა გავაკარიდა, რომ არ დასვენებული იყო, არ გაფუჭებული იყო და მიდევს სახარებაში. მოხედავ? რას გთავაზობს ღმერთი? აიღე ბიჭო სახარ ბიბლია. ბიჭო აიღე სახარება. ან დასი გავაკეთე ზევიდან. ახლა იკითხეს. სახარება იკითხეს, სახარება. შედაქვია მე არის იკითხეს. იკითხე. არ მოშორდეს შენს სახეს, შენს ბაგებს ეს სიტყვები. დღე და ღამე მასზე იფიქრე. ნეტარია კაცი, რომელიც დღე და ღამე ფიქრობს ღვთის სიტყვაზე. გავარეკლამი ჩემი იმ ბიჭის ნახატი. მათეს 7:15. იესო ამბობს, მოერიდეთ. ხო ისე? არ მიხვდი ახლოს, დენი, მოერიდე. იესო ამბობს, მოერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს. წინასწარმეტყველია, მაგრამ ცრუ. fake. რომლებიც ცხრის სამოსით მოდიან თქვენთან. ცხრის ისაა გადაგრული და მაგრამ რაღაც პოხად ამბობს რა. გაციებულიაო ფიქრობ შენით. გაციებული კი არა, გელუნია ზისი შიგნით. ცხრის სამოსით მოდიან თქვენთან შინაგანად. შინაგანი, გული, სული. მისი აზროვნება, მისი მიზანი, რამ გლური. შინაგანად კი ტაცებელი გლები არიან. წარმოიდგინე, ის არ მოდის როგორც ყაჩაღი, როგორც მრუში,
რო ნახავ როში გალიწყი, ფუი ეშმაკს. ადია სატანაკერა. გავიქცევ და სიძვას. არა. ის ისე მოდის რომ პირს იწმინდა. კარგად გავიგონ ერთი წინასწარმეტყველებს ეს და რას იქადაგებს ეს. ღმერთის კაცი მოვიდა. წინასწარმეტყველია წინასწარმეტყველი. ღმერთის ის არის გლაშატაი. გლაშატაი კი არა, პრაგლოტით. ის მოდის როგორც ღმერთის ამბის მომტანი. იმის მანქანაზეზე რომელიც შენ გიყვარს, ხო ესე პურის მაღაზიაზე დგეხარ, პურის მანქანაზე ელოდები. ველოდებოდი ჩვენ წინადად, ეხლა არა. აი ასე. ის იმისთანა როლს თამაშობს, რომ შენთან ახლოს მოვიდეს. წინასწარმეტყველის როლს თამაშობს. ცხვრის ამოსიაცვია. და აი ამ სამოსით მოდიანო თქვენთან. ხოლო შინაგანში კი მტაცებელი. წაგათრებს წყერში და შეგახრამუნებს. მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით ისნობთ მათ. გაცებული კი არა ის ბოხი ხმარო აქვს. გელია, გელუნია. ეხლა ისი კიდე ბევრი რას ებმევა, ხო? თევზი ცარიელ ანკეზე არ მევაგაზე, სულელი არა. იქ ცოცხალ ჭიას აგებენ. აი საწყალი ჭია, იქ მოძრაობს, იქ ტყიო ალბათ საწყალს. ჩამოასარბენ იმ ანკეზე. ასე რომ ისა ტრიალებს იქ. წვალობს. თევზი ხედავს. ცოცხალი ჭიაო, ჩამოვარდნილაო. და გადაყლაპავს. და არადა იმ ჭიასთან ერთად ჭია იქ. კარგი ნამდვილი ჭია იქ. თევზს რო უყვარს ის. მაგრამ უანკესო თუ რა იყოს, ამას რაჯებია, მაგრამ უანკესოდ არ არის ის ჭია გადაგდებული. იქ ანკესი კიდოა. და როცა გადაყლაპავს ჭიას, რაღაცა შესო და დაიჭირეს. ცოტა ხანში დაფაზე იქნება. გადმოაბრუნებელი იქით აქეთ და მისი ძვალიც არ დარჩება. ზოგიერთი ისე რა ატყუებს, რა მანით, რა იზიდავს. მისი სიყვარულიანი ქადაგება, მისი ლამაზი ხმა. როგორი მისი ისა ნაზი გამოხედვა. ესე გააკეთებ თვალებს. ქუდუ ფათქუანს თეკ. მოჭყუდ ზალიო. მოჭყუდ ვარი. პატარ ზალი კი არა. იქ ხეცია შიგნით. გავშავოთ ახლა რომელთა 16 თავი. სურპრიზი მაქვს თქვენთვის. რომელთა 16-ის 17. პავლე უნება რომელთა ახლა რომელებს ეუბნება. მანამდე ხო ეუბნებოდა კორინთელებს, ახლა რომელებს ეუბნება. და მე შეგაგონებთ ძმანო. ძმები. არის უბრალოდ. რა არის მამა პავლე? მოერიდეთ. ესე ხო თქვა? მოერიდეთ. პავლე მას თქვა, მოერიდეთ რას? ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრების, რომელიც თქვენ ისწავლეთ და ზურგი აქციეთ. როგორ ახლა? პავლე ამბობს, მე ხო გასწავლეთ თქვენ. მე ხო გეუბნებოდით. მე ხომ ჩამოგიყალიბეთ ქრისტეს მოძღვრება. აი ვიღაცა რომ მოდის და აქ იმისანას კი არ ამბობს. აი ჩემ ლაპარაკ და ჩემ სწავლებაზე, იმის სწავლებას შორის სტიკოვკა არ ხდება სტიკოვკა. ვერ შედის. განხეთქილებასა და საცდურია. ქმნისო.
განხეთქილებასა და საცდურს ქმნის ჩემი მოზღრობის მიმართ, რომელიც მე თქვენ გასწავლეთ ქრისტესზე. ზურგი აქციეთ მათ. ასე კი ნუ უყურებთ იმათ. ზურგი აქციეთ. ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ ასე აიგე და დაიწყე მუცელზე. რა ხმა აქვს, ხედავ? ბარაბანივით. არამედ თავიანთ მუცელს. ისინი იესოს კი არ ემსახურებიანო, არამედ თავიანთ მუცელს. ესე იგი წველავენ საწყლებს. და ლამაზი სიტყვებით. თქვენ კარგებოდა, თქვენ კურთხეულებოდა, თქვენ რჩეულებოდა, თქვენ ანგელოზებო, თქვენ ზესივრის მოქალაქეებო, თქვენ უკვე თქვენ ხართ თქვენისგან არავინ არ დადეს. ანდა თალკი კიდევ აკეთებ. შენ რო ხარ იმისანა ეკლესიაში არავინ არ არის. შენ ხარ ვაფშე. მე პირველი. ლამაზი სიტყვებით და მოფერებით. აცდენენ უმანკოთა გულებს. იგი გულურბყვილო. აქ უმანკო. მანკის გარეშე. უბრალოა ბავშვურია და всё. ამისანებს იჭერენ. რა არის ამათი ანკესი? ანკეზე ჭია. ამ ანკეზე ჭია არის ლამაზი სიტყვები და მოფერება. ჭუკლი პატარა გოგო. ამისანებს თხილად. კიდევ იცი გალატელებს რა უთხრა პავლემ? მიგვიერს რომ ასე გადახვედით უცხო სახარებაზე. ხედავთ, ყველა ეკლესიაში იყო ეს პრობლემა. კორინთელები, რომაელები, ახლა გალატელები. გამოცხადება შეფო ასია. მიგვიერს გაკვირვებული ვარ ამბობს პავლე. რომ ასე მალე გადახვედითო ერთი სახარებიდან უცხო სახარებაზე, სხვა სახარებაზე. კორინთელებს უთხრა სხვა სახარება, ამა გალატელებს ეუბნება უცხო სახარება. უცხო სუნანი გამიგონი ახლა, მაგრამ თუ ყოფილა კიდევ უცხო სახარება. უცხო სახარებაზე მისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. და ის სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ არიან ადამიანები. მორწმუნეები, ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ნამდვილი სახარება. აქ წერია ქრისტეს სახარება. და ქრისტეს სახარება არის ნამდვილი სახარება. უყურე, რა ცბიერი, რა ბრძენი და რა კავარნი პიროვნება სატანა. ის იმას არ მოხონდა იქ სხვა რელიგია. ის არ ამბობს, რომ იესო ღმერთი არ არის. ის არ ამბობს, რომ იესოს ძე ღმერთის არ არის. ის არ ამბობს, რომ ვაფშე ღმერთი არ არსებობს. სახარება მოიტანა, მაგრამ სხვა შეცვალა, პატენტი მოიტანა, ფეიქი, ტყუილი, მსგავსი. რატომ? იმიტომ რომ ეშმაკი იმის ეშმაკია, რომ უნდა ყველა აცდუნოს, მოხეთქოს ქრისტეს და მე რას წერს პავლე მათ? თქვენ მოსხდით მადლს, საწყლებო. სადა ის? კარგით. დავაწერი. და დაამახეთ, სურთო დაამახინჯონო ქრისტეს სახარება. მე და მერე ამბობს. აქ სიყვარულით გელაპარაკობს, ის ვიღაცა ლაპარაკობდა. გიყვარდეს უნდა, მართლმადიდებელი,
მართლმადიდებელი გიყვარდეს უნდა კაცო, კათოლიკის გიყვარდეს უნდა, მუსულმანის უნდა გიყვარდეს, მაგრამ თქვენ ერთი ღმერთი არ ყავთ. მე 5 წუთი ვილაპარაკე. პავლე გადადიძა ამბობს, თუნდაც ჩვენ მე და ბარნაბა და ტიმოთე და ყველა, თუნდაც ჩვენ ან ჩვენ შემდეგ, თუნდაც ანგელოზიც ზეციდან გახარებდეთ არა იმას, რომელსაც ჩვენ გახარებდით. ამბობს, იყოს შეჩვენებული. დაიწყევლა. წევლა ეს. ისევ მეორე მუხში ისევ იგივეს ამბობს, იმეორებს. როგორც უკვე ვთქვით. პავლე ამბობს, ახლა კიდევ ვამბობ. ეს ვიმეორებო ისევ ხელმეორედ. თუ ვინმე სულიერტია ჩვენ ანგელოზი любой. თუ ვინმე გახარო თქვენ არა ის რომელიც თქვენ გქონდათ უკვე მიღებული, რომელიც მიიღეთ და განაჩენზე ჩაქვრის არტყავს. იყოს შეჩვენებული. ანათემა ეს არის ყველაზე საშინელი წყევლა. პავლე ამბობს, ადამიანებთან ვეძებ კეთილნეობას თუ ღმერთთან. თუ ცდილობ ადამიანებს ვაამო, ჩვენებურად ვეპათხალიმო. პავლე ამბობს, ადამიანებს რომ ვაამებდე, ადამიანებს რომ ვეპათხალიმებოდე, პავლე ამბობს, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი. პავლე თქვა, არავის არ ისა ვაამებ. მე ვაამებ და მე ვასემონე მხოლოდ ქრისტეს. მე ვილაპარაკებ რა სწორია, მე ვილაპარაკებ სიმართლეზე, მე ვილაპარაკებ რომ თეთრზე თეთრს და შავზე შავს. ასე რომ მე არავის ხათრით და მორცხობით და არავის კონტროლზე არ მოხდებიო მე. მე ვილაპარაკებ სიმართლეს. ვინც მოვა ანგელოზის რომ მოვიდესო, ბრწყინავი ვეტყვიო, შეჩვენებულიყავი იესო ნაზარეველის სახელით, მომშორდი შეეშმაგის მაშხალა. ეს ასე. მერე რომელი ესე? მოციქულთა საქმის მეოცე თავია. თუ არ ცდები. ეხლა მგონიათ რომ ვერ მოვძებნი. მეოცე თავი. იქ მოიწვია პავლემ ხუსესების კონფერენცია გააკეთა. დიდი კრებული. მარტო ხუსესები იყო, წემსები. და ეუბნება. სულთა ვარ თქვენგან. ვინედან არ დამიტოვებია გაუცხადებლად ღმერთის მთელი ნება. გაუფრთხილდით თქვენს თავს და თქვენს სამწყსოსაც. მრევლი კი არა, სამწყსო. რომლის მეთვალყურეთ დაგაყენათ სულიწმინდა. რათა უმწყევსოთ ღმერთის ეკლესიას, რომელმაც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. ვინ დაღვარა სისხლი მამა ღმერთმა? ძემ დაღვარა სისხლი და ამიტომა პავლე უწოდებს ღმერთს, თუ გინდა რომ ვიღაცამ ცრუ მოწმეებს და კიდე ვიღაცებს დაუმოწო, საწერია რომ იესო ღმერთია, კიდე ერთი ადგილი, რომ უმწყევსოთ ღმერთის ეკლესიას, რომელიც მან ღმერთმა საკუთარი სისხლით შეიძინა. და მე ამბობს ახლა ის თავი რაც მინდოდა მეთქვა. ვიცი ჩემი წასვლის შემდეგ, ესე იგი როცა თავს კაპოც გამიკეთებენ, მოკვდები მომჭრიან, ჩემი წასვლის შემდეგ შემოვლენ თქვენთან ულმობელი გელუნიები, გლები. აქ დენაზე არა ლაპარაკი. აქ ადამიანებზე და მორწმუნეებზე ლაპარაკი, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. ასე კვილები
დაათრევენ იმას, მოკლავენ იმას, აღჩებენ იმას, გაათრევენ სადღაც სულიერად. ხორცება ტკბილი სიტყვები, ნაზი სიტყვები, ვაფერების სიტყვები. ჯუგლი. და მე ამბობს და თვით თქვენგან აღდგებიან ის მგელონიები. თვით თქვენგან აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ. ეს იქადაგებენ და ასწავლიან. უკუღმართად. რატომ? მიზეზი, რომ მოწაფეები ბიჭებო, გნაც წავიდეთ აქედან. ცალკე გაიყვანოსო, რომ მოწაფეები გაიყოლიონ. რომ თვითონ იყვნენ ბოსები. თვითონ რომ მათ ცხრები ყავდეთ. ის კი არა რომ საერთო ეკლესია, აი ღმერთმა პავლეს მეშვეობით აი დავტოვა ჩვენ. ერთი სწავლება, ერთი მოძღვრება, ერთი ღმერთი, ერთი უფალი, ერთი ნათლობა, ერთი სწავლება, ერთი ეკლესია. ერთი გაგება. არა. სპეციალურად უკუღმართ ლაპარაკს დაიწყებთო, რომ კუტოკი თქვენი გააკეთოთ და ცალკე გაიქცეთ. ამიტომ ხიზლად იყავით. ცერგებ ხიზლად. ვინმე არ მოვიდეს აქ. ყველგან სენსორები, ყველგან გაქვს თვალები. ის როლა. ამიტომა რომ ისა ნორმალური ქადაგებლები. არა იყვნენ კათედრაზე. კამოპაპალა. რა ის კაცი ავოდა რა ბურდღუნებს იქ და რა დაიწყე. ერთხელ მოხდა რაღაცა ისეთი რომ ერთი ქადაგებელი დაიწყო. ერთხელ ლაბარაკი და შუა ლაბარაკი შემოვაბრძანე ქვევით. ჩამოდეკ. ეთქარი არ ხარ შენ ჯანსაღი, ავათა ხარ. არ მინდა ხარ. ხო და აქ ამბობთ ხიზლად იყავით და გახსოვდეთ, რომ 3 წელიწადს ღამით და დღისით განუწყვეტლივ ცრემლით გასწავლიდით თითოეულ თქვენგანს. ეს ამას ეუბნება ხუცესებს. ახლა კი ძმებო, მიგანდობ თქვენ ღმერთს და მისი მადლის სიტყვას. რომელსაც შეუძლია მეტად დარიგება და მოგცეთ სამკვიდრებელი ამას სახარებას. ამ სიტყვას შეუძლია დარიგება და მოგცეთ სამკვიდრებელი მარადიული ადგილი ყოველ განწმენდილებთან ერთად. რაც აქ არ არის. თქვენი დიდი ბოდიში და ცოტა გაიწიე კი არა პაშოლ ვონ. შენ სიყვარული დარიგცევი. შენ სიყვარულის ხარ გონია კაცო. სიყვარულია ზუსტად რომ იცავს ოჯახს. სიყვარულია ის რომ გელს ახლოს არ უშვებს. რომ ცხრები არ მოიპაროს. არა, მოდი მგელუნია. იესომ თქვა გიყვარდეს ტერიჩელი, მოდი მაკოცე. გაკოცებ კი არა, ჩაგავლებს, კბილებს აკაცრებს ჩვენს იქით. აზრის გჭირდება. ეშმაკ შეუძლია, ხო თქვა იესომ გიყვარდეთ. რატომ ეცხუბები იქით აქეთ? ყველა ჩვენ ძმები ვართ. ისა ერთი ისა ვართ რელიგია, ერთი ღმერთი ყავს. არაფერი, ჩემი ღმერთი არა, სხვისი. მე არ ვიცი მას ვიღავს ღმერთი. ეკუმენიზმი, ხო? ეკუმენიზმი. ხო, ქვია კაცო. ეკუმენიზმი იწყება უკვე. ერთი ღმერთი, ერთი ტაძარი, მუსულმანი, ბუდისტი, ქრისტიანი, იდრა კრიშნაიდი. ერთად იქნებიან და ისი დაიწყებს ალლაჰ, ილალლაჰ, ის კაცი ახვარ, აგბარ, რა ვიცი კიდე მე ეს ალილუია ჯიზუს, ეს კიდე ჰარე კრიშნა და ჯაჯამ სანდალი. არა, კაცო, ეს ასე. ერთი ომრავი, ერთი ლაპარაკობს, მუსულმანებო, თქვენ რომ
ელოდებითო იმას ისა ფეიხამბერი თუ ვიღაცა არის ალბათ რაღაცა ნიშნავს მუსულმანურად ისა ჩვენ ერთი ისა ვყავს არ მყავს მე იმათი სხვა ისა იმათი ისა არ მომკვდარა ალახმა წაიყვანაო ის ზევით არ მომკვდარა ისე სხვა ვიღაცა მომკვდაო ისა საერთოდ ჩაუწყოს ეგ იესოს იესო თუ არ მოგდა დამთავრებულია შენი ამბავი იმათი ისა ჩემი ისა იესო არ არის ებრაელებო თქვენელო ისა ველოდებით მესია ერთი მესია ვყავს არა გვყავს რაღაცა ისინი ელოდებიან ანტიქრისტეს ელოდებიან მესიას ელოდებიან მაგრამ მესია მოვიდა მესია წავიდა და მესია მეორეჯერ მოვა და ისინი კიდე დგანან და 2000 წელი ელოდებიან მესია მოვიდა წავიდა და კიდე მოდის არა ისინი სხვას ელოდებიან მათ არ მიიღეს მესია და ის როგორც მიიღებენ ის სული წმინდა გააკეთებს იმას არ არის რა ისით ნუ ჩხუპობთო ნუ ლაპარაკობთ კაცოჯი ნუ ამტკიცებთ რა არის კაცო რა თქვა ჩავიწერე იქ თვალები ის მქონდა ის იმას დიდი 2 ფაუნდივით არ განსაჯო მართლმადიდებლობა და სხვა მიმდინარეობები არის კაცო რაღაცა კიდე თქვა საშინელება ნუ ეკამათებითო იქ ინტერნეტში და ნუ მტკიცებთო რომ იესოა მესია ასე ნუ ამტკიცებ იესოა მესია აბა მეტი რა უქადა გვამკაც ისა მეტი თუ იესო მესია არ არის მაშინ ვინ არის კეთილი მოძღვარი მესია იესო რა წერია მოციქული პავლე თელი გაბედულებით უმტკიცებდა ყველას რომ ეს იესო მესია იმიტომა დევნა რო დაუწყეს არ უნდა ალბათ ვიღაცას დევნა ჩვენს მებიარი შენი ღმერთი შენებურაგთან მე ჩემებურა და ჩვენ ერთად შეხვდებით იმპუ არაფერს არ შეხვდებით ასე არ არის პავლე ამტკიცებდა რომ უმტკიცებდა ებრაელებს რომ იესო იყო მესია პეტრე და მოციქულები მღვდელმთავრებს ცხვირწინ ეუბნებოდნენ თქვენ მოკალითო ღმერთის ზე ჯვარზე არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ რაც ვნახეთ და რისი მოწმენის ვარ ეს არისო ღმერთის ზე და იმდენი უბრაგუნეს რუსის რო ბარაბას რო არ მოხვედრია იმდენ საწყლებს მაგრამ უხაროდათ რომ იესოს სახელისათვის სცემეს დღეს ვინმეს ცემაგია რაღაცა რო უთხრა ამოშლის მეგობრობიდან თვაში გიდანა კიდე იქ სადმე პოლიციაში ხოდა განა იესო მაშინ იესო რატომ იყო ასეთი პრეუბნებოდა ფარისევლებს 7 ვაი რომ მიუგზავნა ხდელებს წიგნობრებს ფარისევლებს ვაი თქვენ რა იყო ეს რა არ უყვარდა იესოს არა სიყვარულია რომ გაფხიზლებს სიყვარული გეუბნება всё არ გადადგა მეორე ნაბიჯებს ხრამში ხარ იმიტომ რომ არ ესმის სიმკას ტკბილი იესო ელაპარაკებოდა რომ მაინც არ ესმოდათ ხალხს აქეზებდნენ და მისი მოკვლის ჟინი რო ქონდათ ეძებდნენ როგორ დაეჭირათ და მოეკლათ იესო მაშინ უთხრა იესო ვაი თქვენ დამთავრებულია თქვენი ამბავი რა უთხრა ხო შეძლო ეთქვა იესოს რა არის კაცო დამშვიდით ძმებო ჩვენ ხო ძმები ვარ კაცო ებრაელები ვართ ბოლო იერუსალიმში ვცხოვრობ ღმერთის კურთხეულ მიწაზე ვცხოვრობ კაცო თქვენი ღმერთი ჩემი ღმერთია თქვენ რომ მამას ეძახით მეც მამას ვეძახი ჩვენ ერთი მამიშვილები ვართ
იმპუო უთხრა იესომ. არაფერიც. იესომ უსი რა უთხრა? თქვენი მამა ეშმაკიაო უთხრა. არა ის ჰალელუია. იესომ ასე. იესოს ამისანა აზრები არ ქონდა მეგობარო შენ რომ გაქვს. შენი ღმერთი, ჩემი ღმერთი და ჩვენი ერთი ღმერთი ვყავს და ერთი მამის შვილები ვართ. არა. ჩემი მამა არაა იმისი მამა. ისი იესომ რა უთხრა? მათ თქვენი მამა არისო ეშმაკი. შენ ამას ხორავის არ ეტყვი. შენი მამა ეშმაკია. მაგრამ როცა საჭიროა, როცა მოვადრო, იესო არ ლაპარაკობდა არაფერს. მან თქვა, მე არაფერს არ ვაკეთებ უჩემოდ. მე არაფერს არ ვამბობ უჩემოდ. სული წმინდი თქვა მან ეს სიტყვები. მან უთხრა, თქვენი მამა თქვენ რომ ლოცულობდით, ეშმაკია უთხრა. იმიტომ რომ მამა თქვენი საქმეების გულის წადილი გავთ და იმის საქმეებს აკეთებთ. მან უთხრა, ჩემი ღმერთი. თქვენი ღმერთი არა და ჩემი მამა, ჩვენი ერთი მამა არა გვყავს. არა. ესა ის შეზავებული სახარება. უნდა უთხრა, გიყვარდეს უნდა უთხრა. კი, მაგრამ შენი ღმერთი დაგუყავს. ირწმუნე იესო მესია ნამდვილი. იესო მოკვდა. თქვენი იესო, თქვენი ისა არ მომკვდარა. ეს ტყუილია. ეს ის არ არის. ნამდვილი ისა და ნამდვილი იესო. იეშუა. ნამდვილი იეშუა მოკვდა. ეს უნდა უკადაგო. ნუ ეუბნები რომ თქვენ რომ ელოდებით, მე შეველოდები და მოვა. ეს რაღაც ის არის ის. პათხალი მოვა ეს. პავლე ისი რა თქვა? მე არავის იმას არ ვეძებო. კაც ვამო. შენ ღმერთს უნდა ამო. და კაც არიანობა და იყოს იქ, ბრძანდებოდეს, თუ არ მოეწონება. შენ კაც კიდე მოეწონო, თუ ღმერთს კაცო. ღმერთს არასოდეს არ მოეწონება შენ რომ ისა კაც რო ასიამონ. დაჟე იცი რა არ მოეწონა ღმერთს, როცა იობთან მოვიდნენ იების ამხანაგები და ღმერთს გადაადგნენ ვითომ. ღმერთი ასეთია, ღმერთი ასეთია. ღმერთი არ დაუშვიდა. შენობა ცოდვაში ხარ. ლატრალია ითო ღმერთი წა. და ღმერთმა უთხრა, თქვენ ისე არ ელაპარაკეთ ჩემზე სწორად, როგორც იობმა. ამიტომ თუ იობი ეხლა არ მოიტანს სხვებს, თქვენს გამოდა არ მოინანიებთ. თქვენს მსხვერპლს არ მივიღებ, არ მოგისმენთ, პირიქით გაბრაზებული ვარ, თქვენი დასჯა მინდა უთხრა. მიახლოებით ასე. და იობმა მოუტანა ღმერთს მსხვერპლი, რომ ეპატიებინა მათთვის. რა? რამე ცუდი თქვა ეს? პირიქით, იობი ამბობდა რაღაცებს ღმერთს. მაგრამ ღმერთმა თქვა, თქვენ ისე სწორად არ ელაპარაკეთ ჩემზე, როგორც იობმა. ასე რომ დაჟე ღმერთსაც არ ჭირდება პათხალი მოვა. ღმერთი ამბობს, ილაპარაკე ის, რაც მე გითხარი. ილაპარაკე ის, რაც მე ვთქვი. ილაპარაკე ის, რაც მე მოგწერე. არ მიუმატო ამას და არც გამოაკლო. ნუ აბრუებს ვიღაცას. ისინი ტკბილი სიტყვებიდან მოფერებით ასთუნებენ. ეს არ იხსნის ხალხს. კაც იხსნის სიმართლე. სიტყვა ჯვრის შესახებ არის ძალა ყოველი მორწმუნისათვის. ეს უნდა ილაპარაკოს კაცმა. ხოდა ანდარა იესომ ტაძარში რომ ერთემი დაატია იქ. გახადეთ ვარ ტაძარი. ლილოს ბაზარივით. რა გაყიდვა, გამოყიდვაში ვაჭრობა. ეს სამლოცველო სახლი არის გაც. აქ უნდა ვილოცოთ ჩვენ. ვისალო და გაც სალოცავდა და კიდე. მიდის იქ გაყიდვა, გამოყიდვა, ხორფულების ხმაური, აქეთ ის თხები, ცხრები,
კიდე რაღაცეები და სუფთა ბაზარი. და იესო რა ამბავია? ეს ლოცვის სახლია, ლოცვის. ხო თქვა ღმერთმა, ჩემი სახლი არის ლოცვის სახლი. თქვენ გახსენეთ აქ სავაჭრო ცენტრი. და ერთი ადგილი ბოლო. და დაამთავრებენ გული. ეს არის მეორე იოანეს წერილის ერთი თავია ეს მეორე იოანეს წერილი. არის რომელი მუხლები მეორე იოანეს წერილის ორე მეცხრე მუხლიდან. მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე. სამი მუხლი წავიკითხა. ყოველს ეს მორწმუნეებს წერს იოანე ეკლესიას. ურწმუნოა მორწმუნეს. ყოველს ვინც შორდება. იგზერია, იგარზე არ უთქვია. გაექცა, განშორდა. ვინც შორდება. ცოტ-ცოტად. პატალი. ერთი პატელი სანტიმეტრი, 2 სანტიმეტრი, 3 სანტიმეტრი. მე სათხარ? არა ხარ. ვინც შორდება და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, ქრისტეს სწავლებაში. არ ყავს ღმერთი. ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემო ძმაო და დაო, და ჩემო კიდო უცნობო ნაცნობო მეგობრებო. ეს ისეთი სერიოზული სიტყვები წერია აქ, რომ ყველას უნდა დაუდგეს თმა ყალყზე. თურმე რა მნიშვნელოვანი ყოფილა სწორი სწავლება და მოძღვრება. შეიძლება ვიღაცას წამდეს ღმერთი იესო, მაგრამ ვისაც არ აქვს და არ რჩება, ის კი არა შექონდა გუშინ, დარჩენა გჭირდება. დარჩი აქ. ჭუკლი-ჭუკლის რო იძახეს იმას არ გაყვა, არ მოусმინო. გავუკეთე ნაუშნიკები ან და განდევნი, ან და დაიხშე ეს ყურები, არ უსმინო სხვას. არ მოშორდე ქრისტეს მოძღვრებას. იმიტომ რომ ყოველს ვინ შორდება. შორდება ეს სიტყვა ნიშნავს პროცესია ეს. ცოტ-ცოტად და მერე არ ახარ. ვინ შორდება და არ რჩება, უნდა დარჩი აქ. ყვეთი, სახში დარჩი, არსად არ წახვიდე. სახში. აი ესე. დარჩენა, ქრისტეს სწავლებაში დარჩენა. თუ ვინც ასე არ არის, მე მცემებურად წამს ღმერთი. მე ასე მესმის. ღმერთი არ ყავს უკვე შენებურად. ეს კიდევ ასწავლეს ის მეგრელ მასალა ციმბირში ბავშვებს. ინგლისურის მაგივრად მეგრული. წავიდა ეს ბავშვი ჩასაბარებლად. ვერ ჩააბარა. რატომ? მეგრულია იცოდა. მეგრული ასალა იმ აფერისმა. ეს მეგრელები ისე. შენ რაღაცა რო იცი და ვიღაცამ რო გასწავლა და რო გითხრა რომ ინგლისურია, ეს ქრისტეს მოძღვრებაა. რა დაემართათ? იეჰოვას ცრუ მოწმეებს. რა დაემართათ? მართლმადიდებლებს. რა დაემართათ კიდევ სხვებს. ინგლისურის მაგივრად მეგრული ასწავლეს. ქრისტეს მოძღვრება არა იქ. და აწი თუ გინდა დაიკავე ეს ბიბლია და აფრიალე რამდენის გინდა. თუ მოძღვრება ქრისტესი არა გაქვს, აქ წერია შენ ღმერთი არ ყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს, მამას ყავს და ძეს ყავს. ქრისტეს მოძღვრებაში ეს კიდევ სხვა საკითხია. ყურენ ზოგიერთები. არა ეს მამაც იყო, ძე მამა ერთია.
ქრისტეს მოძღვრებაში ვინც არის, იმას აუცილებლად მამა ეყოლება თავის ადგილას, ძე ეყოლება თავის ადგილას. თუ ეს მამა და ძე არ არის, მას ღმერთი არ ყავს. ივანე რას ამბობს? ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და ძესთან. ასე რომ, მერე ამბობს, თუ ვინმე მოდის თქვენთან, კაკუ და არ მოაქვს, შეიძლება ვიღაც სტუმარი მოვიდეს, მაგრამ არა, ის ეუბნება პასილკამას ღმერთისგან, გახარებს სახარებას, სწორს. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ქრისტეს მოძღვრება, არ უთხრათ, ასე ხო არ უნდა უთხრათ? შენ ღმერთი გწამს, შენც ის ბიბლია გიკავია? ჩემი ღმერთი და შენი ღმერთი ერთი ყოფილი, ცოტა სხვანაირად გესმის კაცო. ერთი მამის შვილები ვართ. იმპუ. აქ წერია, ნუ მიიღებ სახლში. წადი აქედან. შენ ხარ მოტყუებული და არც მინდა შენ შემოხვიდე ჩემ სახლში. ნუ მიიღებ სახლში. რა არის? სიმბოლულია? ამისანი მაშინ სიმბოლური. აქ წერია გასაგებად, ნუ მიიღებ სახლში. და ნუც მიესალმებით მას. ჩვენ ძმები ვართ ხუპები, ერთად დავიღუპებით, გადაეხვიე ახლა იმას. ანტიქრისტეს. და უთხარი, შენი ღმერთი, ჩემი ღმერთი, ჩემი მამა, შენი მამა. შემოიპატიში. ერთად დაჯექი ჭამეთ. ის გეტყვის და შეგვიძლია. თქვენ რა გონიათ? თქვენ გონიათ, რომ სიტყვა არ მოქმედებს? თქვენ ღმერთის არ გზავთ, იმიტომ რომ წერია რომ სიტყვა ყოველთვის მოქმედებს, იმიტომ რომ წმენა მოდის სმენისგან და რასაც ისმენ, ამიტომ არ უნდა მოისმინო ის რაც არ არის სწორი. რამე არასწორი და წადი გაიქეცი იქით. ანდა გააჩუმე, გათიშე, უთხარი, სტოპ! всё, არ გამაგორო შენი ლაპარაკი უკვე, შენ არასწორად ლაპარაკო. არ გინდა გრუბი გამოხვიდე. მაშინ დავაკლაპე ის ანკესი და ნახავი. ჭიას მაგერად რას გადაღლება. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებს სახლში და ნურც მიესალმებით მას. ჰელო კიდევ არ უთხრა. რატომ და წაიგითხე. რა არის ფლომასტერი რო არ გამისვია. უყურე შენ? რამე თუ იონი ამბობს, იმიტომ რომ მისი მიმსალმებელი, შენი ღმერთი, ჩემი ღმერთი, ერთი მამა ვყავს. მისი მიმსალმებელი მეგობრები რო ხარ თვითონ. მის ბორო საქმე და მოზიარეა. პადელნიკები ხართ თქვენ ორივე. იონი ამბობს. ასე რომ ამისანა აზროვნება არ ქონდათ ძმებო და დებო იესოს. თქვენი ღმერთი, ჩემი ღმერთი, თქვენი მამა, ჩემი მამა. ამისანამ ქადაგებლებს ერიდეთ. მე პირდაპირ გეტყვით. თუ გინდათ, გული მოიყვანეთ, თუ გინდათ, რას გინდა ეს მითხარით? მე ვილაპარაკები. მე ცდილობ მეც პავლეს ვემსგავსო. იესოს ვემსგავსო. ადამიანის კი არ ვეამო და ეპათხალებო. ვილაპარაკო ის, რაც მე მიმაჩნია და სახარებაში ხედავ სწორად. იესოს არ უთქვია. ებრაელებზე, ებრაელებისთვის. რატომ ჩხუბობგას? გამიგეთ ბოლო-ბოლო. მისი შვილი ვარ. ჩემი მამა, თქვენი მამა. 24 საათი რომ იყურები ზევდა ლოცვა, ის მამა ჩემია. ერთი მამა ვყავს. ასე უთხრა იესომ. პირიქით, იესომ უთხრა, თქვენი მამა არისო ეშმაკი. მაშინ ვის მივბაძოთ ჩვენ? ვიღაც ქადაგებლებს თუ იესოს? კარგი ბატონო, თუ იესო არ მოგწონს,
უსმინე იმას. ჩაიხუტეთ ერთმანეთს და hello-ს უთხარით და დავაი. იარეთ იმაში. წაგები იმას კიდევ. და მეჩეთში და ილოცეთ ერთად. ასე რომ მე ისევ ერთ სიტყვით დავამთავრებდი. პავლემ რო თქვა. სხვა იესო. იესოზე ლაპარაკობს ეს კაცი. სახარებ მოვკავია. მე კაცი არ მომხედებოდი. любой ვიღაცა. ხო თქვა პავლე, თუ ვინმე მოვა თქვენთან და გიქადაგებთ სხვა იესოს, მაგრამ სხვას. ანდა სხვა სული და სხვა მოძღვრება. და კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს იმას, რომ როცა არასწორ იესოს მოისმენ, არასწორ სულს აქვს მასში თანდასწრების საშუალება. Присутствие, если неправильный Иисус, тогда там имеет место неправильный дух. Не святой, но неправильный дух. Нечистый дух, религиозный дух. Религиозный сулс აქვს Иес, არა სხვა იესო, ცრუ იესო, გზას უხსნის არაწმინდა სულს. რელიგიურ სულს. და იმ რელიგიური სული როცა მოვა, შენ რელიგიურ სწავლებას მიიღებ. კაკი მილინკი. იმიტომ რომ თავიდან იყო არასწორი. პატენტი შემოგიგდეს სხვა იესო. ამიტომ გაუფრთხილდით ყველას უსმინეთ საცერიდან რას მელაპარაკება ეს კაცი. ჩვენ წინა დიაჩემი აკეთებდა იქ ონკანზე ბინც აკეთებდა. ბინც შემოახლოვდა, შესხვრიდა და მე ერთი კვირის შემდეგ გამოსვე კენჭებით იყო სავსე. მე ვინ რა დედიკო. რამდენი კენჭებისგან დავიცავითო თავი და შენი თირკვლები და ჩემი თირკვლები. ახლა ეს კენჭები ყველა გვექნებოდა იქ შიგნით. ეს ბინტი რო არ ყოფილიყო. რა არის ეს? ჩვენც უნდა მოვისმინოთ ყოველი ქადაგება, ყოველი სწავლება. ვიღაცა რო ლაპარაკობს 9 კვირიდან 9 საცერი დაიყანო უნდა. არავითარი კენჭი რო არ მე კენჭის გასვლა ისი რა ძნელია. შობიარობის ტოლია მე მინახია და მომისმენია როგორ ყვიროდნენ, რომლებიც კენჭს აბადებდნენ, კაცების და ქალების. იმიტომ რომ ყოველთვის იქ ვეგდე უროლოგიაში. ამიტომ ვიცი რა არის კენჭის გავლა. ამიტომ თუ არ გინდა სულიერი კენჭის გავლა მოხდეს და იწილო და იკილო. ეს დაიყენე სახარება. სადა ეგრე ეს ასე უსმინე. უფალმა გაკურთხო დავუსვათ მაბადით ამდენი რომ ვილაპარაკე. მაგრამ იცოდეთ. ფრთხილად. ეს იმიტომ დაიწერა ეს ადგილები, რომ ამისი მაქნისი არის ეს უწმინდური სული. ზოგს გონია რომ იესო აქვს და სხვა იესო ყავს მიღებული, ზოგს გონია რომ სული წმინდა ყავს და სხვა სული აქვს მიღებული, ზოგს გონია რომ ქრისტეს მოძღვრება აქვს და არ არის ის მოძღვრება. რატომ? იმიტომ რომ სხვა იესოა. ამიტომ უფრთხილდეთ. დღე და ღამე იკითხე ეს სახარება. როცა შენ სახარება არისი, შენ მოტყვილებას არაფერი არ უნდა. თუ აქა იქ რაღაცა წაგიკითხია, იც. ზოგმა იცი როგორ ის სახარება? YouTube-დან უსმენენ, ქადაგებებს უსმენენ და იციან გონიათ. არა. თუ შენ ვინმეს მოусმენ იქიდან, მაშინ შენ ისეთი მასწავლებელს უნდა უსმინო, ვინც მან დააყენა, ვინც მისგან არის კურთხეული. შენ უნდა იცოდე რომ ეს ეკლესიაშია, მას აქვს ეს ხებულება, ხო და თუ ის ღმერთისგან დაყენებულია, მე მაქვს ერთი პიროვნება, მე ვიცი მრავალი მასწავლებლები, ხნიერები გადავიდნენ, ყველა გადასულია თითქმის. მაგრამ მე მრავალთა შორის ყავდა და დღესაც მყავს, იმიტომ რომ ის წავიდა, მაგრამ მისი სწავლება ხო დარჩენილია. ეს არის დერეკ პრინსი. ჩემი ბიბლია, ჩემი სახარება.
სულიწმინდა და სახარება და ზედამატებული დერეკ პრინცი მე მეტი არ მინდა. სხვებს მოусმენ, მაგრამ როგორც მასწავლებელი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთისგან იყო ეს კაცი, დერეკ პრინცი, მე იმანო რა თემა არ აქვს, საკითხი არ არის ის, რომ არ შეეხოს. ამიტომ მე ყოველთვის კითხულობ და იცით რა არის სულიწმინდას დაგეხმარება. როცა ქადაგებას ისმენ და რაღაცა სენსორი დაგიკრავს იქ. ეს არაა სწორი. იქ რა წერია? იკარნახებთ არ წერია ეგ სულიწმინდა? არა. სულიწმინდა არა მკარნა პატრონების სულები კი არა ეს. სულიწმინდა წერია გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მიდგომს. რაც შენ გითხრა იესომ, რაც წაგიკითხია, სულიწმინდა გაგახსენებს. კი არ გიკარნახებს, გაგახსენებს. როგორ გაგახსენოს თუ წაკითხული არა გაქვს? თუ იესოსგან არ მოგისმენია, როგორ გაგახსენოს? ამიტომ 24-ისა ყოველთვის 70% უნდა იყოს წაკითხული შენი და 1-30 მაინც კაი მოусმინე, მაგრამ კითხვა ღმერთის სიტყვა უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ინტერნეტიდან მოსმენი და ნასწავლი. ამიტომ გისურვებდით პირველ ფსალმს. უბალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, აბაჰე და აბაჰო. დიდება გქონდე შენ, ღმერთო, რას ვილაპარაკე შენგან, გამოიღოს მას ნაყოფი 30-თა, 60-თა და 100-მაგად. და რაც არ იყოს შენგან, ამოშალე მათი გონებიდან, დაიფარე ყოველი ადამიანი. იესო ნაზარევილის სახელით და დაგვეხმარე უბალო. არ მივიღოთ არ სხვა იესო, არ სხვა სული და არ სხვა სახარება. არამედ უბალო, შენი სულიწმინდით გვასწავლე, დავრჩეთ და ვიმყოფებოდეთ და არ მოშორდეთ ქრისტეს მოძღვრებას. გვასწავლე შენი სულიწმინდით. იესო ნაზარევილის სახელით გთხოვთ, მამაო ჩვენო ზეციერო, მეც და ჩემ ყველა მსმენელს და ყველა შენ შვილს. ამინ. აბაჰე და აბაჰო. უბალმა გაკურთხოთ. კაია ცხოვრება.